ხომლელთა შთამომავლების მორიგი რთული კინოკვლევითი ექსპედიციები ასხის მთის მიუვალ ბეღელას ციხე-ქვაბულსა და გვირაბში, მოთენას შთამბეჭდავ ციხე-ქვაბულში, მღვიმესა და სიფონში, ამ ორ საოცარ ციხე-ქვაბულს შორის შესაძლო კავშირის დასადგენად. ჩვენი დიდი მცდელობის და მიუხედავად მღვიმემ არ მოგცა საშუალება, რომ უფრო საფუძვლიანად გამოგვეკვლია და უფრო სიღრმეებში შევსულიყავით, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღწერა გაკეთდა როგორც საქართველოს ისტორიისთვის, ასევე შემდგომი სპელეოლოგიური გამოკვლევებისთვის. ამ გვირაბის არსებობის შესაძლებლობას სხვადასხვა მხარეზე მოსმენილი გადმოცემები იძლევა. გვირაბის აგეგმარებამ გვაჩვენა, რომ მისი სიგრძე 81 მეტრია. აქედან უკვე ძირითადი ნაშალი იწყება. გავაკეთეთ ჩანახაზები, ჩანახატები და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარკვეული არქიტექტურული ვიზუალური მხარე, როგორ იყო ადრე ეს ქვაბული. ამ ბიჭებთან ერთად ნებისმიერ ექსპედიციაში წავალ. გონი ჯერ კიდევ შემიძლია. მაგრამ ძველი სიხშირით და ახალი სიმძლავრით ჯერ მაინც ვერ ხერხდება ჩვეული ექსპედიციების მოწყობაც და წარმოდგენაც. გავაკეთეთ ქვაბულის ანაზომი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი ვიზუალური მხარე, მღვიმის ნახაზიც გავაკეთეთ, პერსპექტიული მღვიმე. აუცილებლად უკავშირდება. ბუნებას თავისი კანონები აქვს. კი ბატონო. ჩვენი საქმე შესაძლებლობების ფარგლებში განვახორციელეთ. ხელისშემშელი ფაქტორები არაერთი იყო. გული მაინც არ მწყდება, მომავალი წინ არის. უფრო შეძლებული ექსპედიცია და უფრო მეტი კვლევა აუცილებლად დაგვანახებს მეტ დარბაზს, მეტ არხს და შესაძლოა ბეღელას ქვაბულთანაც დაგვაკავშიროს. საინტერესო იყო სიფონური ტბა, რომლის გამჭვირვალობაც საკმაოდ მაღალი იყო და ფსკერზე უკვე ძირში იყო გასასვლელი, რომელიც ამჯერად დახურულია, თითქმის პატარა ადგილიღა ჩანს და ჭირდება მომავალი გასუფთავება. ახალგაზრდებს, როდესაც მოსწონთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, უყვართ სამშობლო, ეს ქვეყნისათვის ბედნიერებაა. რატომ არ უნდა იყოს ხელშეწყობა? ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს, მაგრამ არ შეგაშინოს არაფერმა. ყველაფერს კარგად მიაღწევთ და მიაღწევთ თქვენს საბოლოო მიზანს. 60 წელს რო ვიყავი, მაშინ დავიწყე მუშაობა კარსტში. შენს გარშემო არის კარგი ახალგაზრდობა, რომელიც დაინტერესებულია კარსტით. და ძალიან მინდა რომ თქვენ მეტი და მეტი შექმნათ მიუხედავად იმისა ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ, ძალიან ბევრ რამე გაგიკეთებიათ ჯერჯერობით, რაც ნახეთ თქვენი ნამუშევარი განცვიფრებული ვარ, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეც ველოდები თქვენგან და დარწმუნებული ვარ ამას შეძლებდა გააკეთებ თქვენი ჯგუფით, მაგრამ მე ვატყობ რომ თქვენ ჯგუფში თანდათანობით ახალი ხალხი ჩნდება და ეს მე მეხარია, მინდა რომ პირიქით უფრო მეტი და მეტი ხალხი ყავდეს გვერდით.
ხვამლის მთის საქართველოს განსაცავის სტუმარი 4-ეული, ჯგუფი ხომლი 35 წლის შემდეგ. ეს მხოლოდ მცირედი არის უამრავი გასახსენებელიდან, ხვამლის მთის საქართველოს განსაცავის სტუმარ ხომლელთა ცხოვრებიდან. ყველაფერი კი 1970-იან წლებში, ბავშვობიდან და მოზარდობიდან დაიწყო. სოფელ დერჩიდან ხვამლის კლდეში საათობით ნამზერ დიდ სიღრუვეში შესვლის სურვილიდან. ვერ ახვალ სად მიდიხარ, თასვლელ ალოშა ჯაფარიძესაც კი გაუჭირდა მომზადებულ ჯგუფთან ერთად იქ ასვლა და ასე შემდეგ. დრო გადიოდა, მიზანი რჩებოდა.